სახელითა მამისათა დაცისათა დასულისა წმინდისათა ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო შემოვიდა კითხვა რომ ესე იგი რატომ არის რომ ღმერთი დუმს როცა მე ვლოცულო თხოვნას მთელი გულით მუხმოდრეკილი და ძალიან მოკლედ მინდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე მეგობრებო ღმერთი არ დუმს ის ჩვენთან სხვა ენით საუბრობს ჩვენ ღმერთს სიტყვებით მივმართავთ ხო თხოვნით ხოლო ის პასუხობს საქმეებით ეხლა ჩვენ ხშირად გონია რომ ღმერთი არ გვისმენს ან არ ესმის მას ხომ რომ ის ასე ვთქვათ ჩუმად არის დუმს ხო მაგრამ სინამდვილეში ხო ჩვენ ვერ ვამჩნევთ მის პასუხს ღმერთი გვესაუბრება ხო სხვადასხვა გზით გნებავთ ეს არის თქვათ სხვა ადამიანების მეშვეობით ზოგჯერ წმინდა სახარების სიტყვებით ხო ზოგჯერ კი ჩვენი ცხოვრების მოვლენებით ხო აი თქვათ განსასწრებით გასაჭიროებით სიხარულით სხვადასხვა მომენტები არ არსებობს ხო ცხოვრებაში აი ესეთი რაღაცა მინდა მოგიყვეთ რომ არსებობს შეიძლება გაგიკვირდეთ და ტელევიზორიდანაც რაღაც ფილმს უყურებდი ან რაღაც გადაცემას და აი ფიქრობდი რომ ესე იგი რატომ არის ასე რატომ არ პასუხობს ღმერთი ან რაღაცას ეძებს შენ პასუხს ხო გინდა და ზოგჯერ ფილმი არის და გადაცემა იმ გადაცემაში ის ადამიანი იტყვის იმ წინადადებას მერწმუნედ ან ტრანსპორტში შეიძლება გაიგებთ თქვათ ადამიანები თქვათ ლაპარაკობენ ხო ან შეიძლება ეს იყოს რაღაც მეზობელი შემოვია სხვათ რაღაც და ასტომანი მოგიყვათ და ისეთ რამეს იტყვის ანუ მერწმუნეთ ეს ასე არის გესმით ანუ ღმერთი ყოველთვის გვისმენს ჩვენ ყოველთვის ის მუდამ ჩვენთან არის ხო რომ ჩვენ არ გვესმის მისი ის ყოველთვის ახლოს არის და ჩვენ ვართ შორს მისგან გონებით, გულით და ჩვენი საქმეებით, ჩვენი ცხოვრებით. ნახეთ, ღმერთის დუმილი მხოლოდ მოჩვენებითია, ასე ვთქვათ, მოჩვენებითია, ხო? როდესაც ღმერთი თითქოს ჩუმად არის. ანუ ეს ნიშნავს მეგობრებო რომ თავდაბლობას ის გვასწავლის ჩვენ მოთმინებას, სმენას ხო სიმდაბლეს, სიყვარულს, ნდობას ისწავლე ესენა თქვენ მარტო არ გეუბნებით ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ეს ენა ხო რომლითაც ღმერთი გვესაუბრება და რა არის ის ენა ესე იგი რომლითაც ღმერთი გვესაუბრება ეს არის ლოცვის ენა ეს არის სინანულის ენა ეს არის სიყვარულის ენა ეს არის თავდაბლობის ენა ეს არის თავგალწირვის ენა მოწყალების ენა ხო და შენ ყოველდღე გაიგონებ მის ხმას თუ ასე იცხოვრებ მოთმინებით მორჩილებით და სიყვარულით სიმდაბლით აი ძალიან მოკლედ ნახეთ წმინდა ისააკ ასური ამბობს რომ დუმილი არის მომავალი საუკუნის საიდუმლო ენა ხოლო სიტყვები ამ სამყაროს იარაღი იოანე ოქროპირი ბრძანებს ღმერთი ხშირად გპასუხობს არა მაშინ როცა ჩვენ გვინდა არამედ მაშინ როცა ჩვენი სულისთვის არის სასარგებლო წმინდა ანტონი დიდი მე სხვათა შორის 30 იანვარს არის მისი ხსენების დღე და მე აუცილებლად დავტვირთავ მის ცხოვრების შესახებ მოკლედ ესე ვთქვათ ანტონი დიდზე ვინც ყურადღებით უყურებს თავის ცხოვრებას ყოველ დღეში დაინახავს ღმერთის მოქმედ ხელს წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ როდესაც ღმერთი აყოვნებს პასუხს ის არ აგვივიწყებს არამედ გზრდის და ბოლოს მეგობრებო წმინდა სილვან ათონელი ამბობს დაიჭირე გონება ჯოჯოხეთში და ნუ დაიდარდე მაშინ შეიგრძნობ რომ ღმერთი შენთან არის ამიტომ
ღმერთი ჩვენ ყოველთვის გვისმენს, მეგობრებო და ჩვენ ვილოცოთ ხო, როგორც მამები ამბობენ, ლოცვა არის სულის სუნთქვა ხო, როგორც საჭმელი გვჭირდება ჩვენ ყოველდღე ხო, ასე ჭირდება ესე იგი სულ საზრდო ხო ყოველდღე და რა თქმა უნდა აქვე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ეს არხი იმიტომ შევქმენი რომ ყოველდღე ესე იგი იდება ესეთი ვიდეოები და რაც თავარია ბოდიში უკაცრავად ყოველდღე არის სახარება სრულად უკვე ატვირთული ეს არის მათეს სახარება წმინდა მამების გამარტებით არის ასევე იოანეს სახარება ეხლა მარკოზის სახარება თვითონ პროცესში ვარ და ლუკას სახარება ასევე გავაგრძელებთ ქრისტეს წყალობით ღვთის შეწევნით და დახმარებით თქვენს მომიხსენიეთ მე ის არის მიცნობს ქვია ვლადიმერი მომიხსენიეთ ლოცვებში რომ შევძლო ანუ მე მინდა სრული მთლიანად სრული ბიბლია ავტვირთო YouTube-ზე მეგობრებო რა თქმა უნდა წმინდა მამების გამარტებებით რამოდენიმე სხვადასხვა წმინდა მამების გამარტებით და ასევე არის ძველი აღთმა უკვე სრულად ატვირთული მაქვს 50 თავი ასევე წმინდა მამების გამარტებით და მინდა აღვნიშნო რომ ყველა თითო მუხლი არის გამარტებებით. ასევე მეგობრებო არის ფსალმუნების გამარტებით ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის გამარტებით დაახლოებით უკვე 100 ფსალმუნი არის უკვე ატვირთული. თითო სტროფი, თითო ესე ვთქვათ მუხლი არის გამარტებებით და მოკლედ ამას იმიტომ ვამბობ რომ ამიტომ შეიქმნა ეს არხი რომ ჩვენმა ემიგრანტებმა ქართველებმა მოусმინოს ვინც საზღვარგარეთ არიან შრომობენ ღმერთმა გააძლიეროს ისინი და ესე იგი ასევე შეიქმნა უსინათლოებისთვის მე ხშირად ვამბობ ამას ვიდეოში და ეხლა ვიც პირველად უყურებს ამ ვიდეოს იმათვის ესე იგი ვამბობ ასევე უსინათლოების შეიქმნა ეს არხი რომ მოусმინონ ყურსასმენით ხო იმიტომ რომ ასევე ვისაც ყურის არესმენის პრობლემები აქვს შეუძლია წაიკითხოს ტიტრებით ქართული ტიტრები არის ყველა ვიდეოში და ასევე ყველა ქართველისთვის ვის ემიგრანტი არა მარტო ემიგრანტების ის ვის საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ გთხოვთ ხოლმე შეიძლება გაწუხებთ ხოლმე თუ გაწუხებთ ბოდიში გიხდით მომიტევეთ გთხოვთ და მინდა რომ გაზიაროთ ეს ვიდეო რა თქმა უნდა თქვენ ამით რა მე ესე იგი დამეხმარებით ასევე განვითარებაში არხის მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ და გააზიაროთ რომ ბევრ ადამიანმა მოისმინოს და რა თქმა უნდა რაც უფრო ბევრი და მეტი ვიქნებით უფრო დიდი ჩემთვისაც ესე იგი мотивация ესე იგი და მოკლედ ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ აუცილებლად რა თქმა უნდა მოусმინეთ ყოველდღე სახარებას თითო თავს და ამით და გააზიარეთ ამით ვიდეო ეს სახარება ამით თქვენ შეიწამთ წვლილს ღვთისნების და ღვთის ცნებების წმინდა წერილის გავრცელებაში რაც არის უდიდესი მადლი ღმერთმა დაგლოცოთ შეგიწიროთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ მოგცეთ მეტი სიყვარული თავდაბლობა მეტი კეთილის საქმის კეთების ძალა მოწყალების გაღების ძალა და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო ვიყოდეთ და დავრჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგულნი და გვიყვარდეს ერთმანეთი მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ მადლობა ყურადღებისთვის გაიხარეთ